გამარჯობა გიორგი, მოგესალმები. ის კლავ შევხვდით ერთმანეთს. მოკლედ ორი შეკითხვა მაქვს შენთან. სხვადასხვა თემა არის, მაგრამ არა უშავს სხვადასხვა თემა რომ არის ერთი თემის ირგვლივ არ ვიტრიალოთ ხოლმე. აი მეათედების საკითხი მაინტერესებს რა, ესეთი ვიდეო ვნახე და მოვისმინე რომ მეათედები არ უნდა ახალ თემაში აღარ არის მეათედების ვალდებულება აღარ არის. თუმცა მართლმადიდებლობაში არ არის ეგრე. მხოლოდ შესაწირებია. სხვაგან არ ვიცი ხა როგორ ხდება, მაგრამ მართლმადიდებლობაში არ არის. მხოლოდ შესაწირებია და აი მეათედებზე გითხარი რას ფიქრობ? როგორ უნდა იყოს? როგორ არის და როგორ უნდა იყოს სხვადასხვა დენომინაციებში? საინტერესო კითხვა. დავიწყოთ საიდან წამოვიდა ვაფშე სწავლება რომ მეათედები თითქოს არ არის ახალაფრენში. ეს ყველაფერი მოდის იმ მეთოდების და იმ ძალის მიერ, ვინც ამბობს რომ ჯული დაუქმებულია. ეს ხალხი ყოველთვის უპირისპირებს ჯულს ახალაფრენს. ეს სწავლებაც მოდის აქედან ამოღებული. თუ ჩვენ ავიღებთ უარყოფ ჯულს, შეიძლება მარტო ახალი ეთქმა და ახალაფრის პრინციპები გვსხვდება. აქ არის ერთი მომენტი, რომ ამ ხალხს ავიწყნო, რომ ღმერთი არის. ღმერთს რა სტანდარტული მოთხოვნილება ჰქონდა მაშინ, ეხლა ცივია მოთხოვნილება აქვს. მაშასე მეათედი, საინტერესოა. მეათედების მოწინააღმდეგეები გვიმტკიცებენ, რომ ამბობენ, რომ მეათედები ახალაფრენში არ არის. როგორ არ არის? იესო ქრისტე როდესაც პარისევლებს ამხელს მათეს 23 თავში ეუბნება რომ სვანილის და ციცმათის სიტყვასიტყვით არ უნდა შინაარსობრივად ვიღო სვანილის მეათედს კრიფავთო მაგრამ არც ეგაც უნდა გააკეთო მაგრამ ის მთავარი სალმი უნდა გავიწყოთ რა არის ჯულში ანუ იესო ქრისტე არ კითხავს იმ ხალხს ის მეათედებს ესეც უნდა გააკეთოთო იესონება თუ გაუქდა მეათედი მაშინ იესო ეტყოდა რომ აღარ არის ეჭირდა აღასაგროთ ამაზე მაგრამ იესო ამბობს ესეც უნდა გააკეთოთ იუსამას ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი აბრაამთან მიმართებაში აბრაამმა რატომ იცა მეათედი მელქისედეკს მდენთაურს სალიმის მეფეს იაკობმა რატო აღმოჩნდა ღმერთს მეათედის გადახდა როდესაც სიზმარი ნახავ იმიდან ჩამოსულა რატო აღმოჩნდა იაკობს რამ ვინმე აიძულა მეათედის დადება ან აბრაამს აიძულა ვინმე მეათედის დადება არა მეათედის საერთოდ ის მომენტია ბიბლიაში ციფრი 10 ეს არის სამართლიანობის პრინციპი სამართალს შეშავა სამართალს სიმბოლიზებს და მეათედის გადახდით შენ ღმერთს ეუბნები რომ ღმერთო შეხარ სამართლიანი რაც მე ჩემს ცხოვრებაში ხდება ეს არის შენი სამართლიანობა ანუ მე თუ დღეს და გამოვიმუშავე ამ თვეში მაგათად 10,000 ლარი სიტყვაზე გეუბნები 10,000 ლარი მე 1000 ლარს ვაძლევ ღმერთს და ამით მოვაბრო ღმერთო ეს შენი სამართლიანობა გამომდინარეობს არა ძველათმაში ჩვენ ვხედავთ ებრაელებს მეათედი კი არა სამი მეათედი ქონდათ ებრაელებს ეს იყო მოსავლის მეათედი ეს იყო მღვდელი ლევიტელების მეათედი ანუ ადამიანების ვინც სამსახურობას ეწეოდა და ეს იყო საპასექო მეათედი სახისასწავლო მეათედი მოდი გავხსნით მოსავლის მეათედი ეს იყო ის მეათედი რომელიც ადამიანი მოსავლისგან იღებდა და იმის მეათედს იხდიდა. სამდრო მეათედი ეს იყო ის მეათედი, რომელსაც ის უხდიდა მღვდელს, ან მოსავლიდან, ან რაღაციდან, ან მოსაგები, რომ ტაძრის მსახურს ის ქონდა ფული. ამიტომ შეიძლება ძულახმაში მღვდელს არ ქონდა მიწა, ან მიწის დამუშავების უფლება არ ქონდა, მიწა არ ქონდა. ლევიტელს და ასე თუ ისე მას საზრდო არ ქონდა, ანუ ვერ იმუშავდა. მისი ერთადერთი სამუშაო იყო სატაძრო მსახურება ბიბლია არა მაგრამ აქ არის ერთი რამე რომ 50 წლამდე მუშაობდა მღვდელი 50 წლის მერე მღვდელი მიდიოდა სამწუხაროდ ამ 50 წლის მერე 50 წლის კაცმა რა უნდა გააკეთოს პენსიას ხوارან არ დაუნიშნავს ფული ხო უნდა ყოდეს შემოსავალი აი რა საკეთებდა ის მერე
იმ ქალაქში, სადაც იყო მიმაგრებული, იმ ქალაქში ასწავლიდა რჯულის. და იქიდან მოხდიდან უკვე ის მოსახლეობა ამიათეს. რომ იმას სხვა საქმე არ ქონოდა, გარდა იმისა, რომ გაეზარდა მოწაფეები ტაძრისათვის. და ხალხი მიეტანა განათლება. ეს იყო მღვდელის ფუნქცია, ეს მღვდელის სამსახური. ესა ამას ქვია მღვდელის სამსახური. ამიტომ იყო რაც მართებულია. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ ადამიანის სხვა საქმით თუ დაკავდა ადამიანი, მას ძრო არ იქნება, უბრალოდ ბიბლია გამოიკვლიოს, იკითხოს და გაუზიაროს. ამის დრო აღარ იქნება. ექნება გადავარდნილი საშუალოს. მესამე ეს არის სადღესასწაულო მიათედი. მესამე სადღესასწაულო მიათედი, ესაც საინტერესო რამეა. ეს არის ადამიანი ცდილობდა მთელი წლის მანძილზე მიათედების გადადებას იმისათვის, რომ მას 3 საუფლო დღესასწაული ეძებინა მამაკაც. 3 საუფლო დღესასწაული, რომელიც მოითხოვდა იერუსალიმში ასვლას. ჩასვლას არა ასვლას, ჩვენ ებრაელები ასე იერუსალიმში ასვლას. ბიბლიათ ასე და იერუსალიმი მაღლავი თემს. ან იერუსალიმში ასვლას ითხოვდა და ამისათვის სჭირდება შენ ფინანსები, ფული სჭირდება. იერუსალიმს შენ როცა აკეთებდი, მაგალითად, საპასექო კრავი შენ არ იგონოს პასექის კრავი, მარტო პასექს ზღვარს კლავდა. თუ მეორე ჯულს კარგად წაიგითხავ, ხარს კლავდა კიდევ ადამიანი, პასექა. ერთი დღით ადრე ხარი უნდა დაკლულიყო და ამ ხარს უნაწილებდა თავის ნათესაებს, ვინც უკონელი ეს და ამას ფული საერთოდ უნდა ყოლოდა. მიათენდა ის აგროვებდა ამ მიათეს. აიგე? ეხლა ჩვენ ვიცით რომ ტაძარი აღარაა გაუგთა სადაზო მსახურება ბიბლიის მიხედვით, მართლმადიდებლებს არ ვეხები, საერთოდ თეოლოგიაზე ვილაპარაკობ. და მართლმადიდებლებს და კათოლიკებს აქვთ ეს შემორჩენილი სადაზო მსახურება, ასე ვთქვა, თუმცა მე არ ვეთანხმებ მაგას. გაუქმებულია სადღესასწაულო აღნიშვნა იერუსალიმში ასვლა, იმიტომ რომ თუ ტაძარი არაა შეცდ იერუსალიმში აქედან გამომდინარე ვერ ახვალ, მას დაგვრჩა ის რომ ქადაგებელს მასწავლებელს ვინც ბიბლიას გასწავლის, იმას თუნდაც შემოსავალი. არა უნდა გააკეთოს იმან თუ შენ წავიდა ის ადამიანი და წავიდა საშოვარზე, ეკლესიაში მეუბნ საკრებულო თემსვამ. თემი ჩოვებული თემი, მაგალითად შემდგარია 30 კაციდან, ხო? 30 კაცის მასწავლებელი ეს პიროვნება. კარგია თუ სამსახურს ათავსებს თავის მსახურებასთან, ეს იდეალურია, მაგრამ ყოველთვის მასე არა. უმეტესწილად არ არის. უმეტესწილად არ არის, რაც უფრო დიდია საკრებულო ეკლესია, რო თქვათ, მით მეტი ფუნქცია და მეტი მოვალეობა ეკისრება ადამიანს, ვინც მსახურობს, ხო? ვინც სიტყვით მსახურობს. მას ამისათვის ხო თუ ის წავიდა სამუშაოდ 120 და 130 კაც ვინმე მსახურება. თუმცა პავლე ახერხებდა. პავლე არ ახერხებდა. პავლე არ იყო ის არ იყო, აი ბევრია მაგ შემთხვევაში. პავლე არ იყო ხუსის. პავლე იყო მახარებელი. პავლეც კი სარგებლობდა ეკლესიის მიათედებითა და შესაძლებლობდა, როდესაც მას ფულს უგროვდა მისიონერულ მსახურებას. მაგრამ მას ხო თავის ხელობა ჰქონდა. ჯერ კიდევ აი იუდეველობაში. ამას ებრაული ტრადიცია ებრაელები, რაბინები ასე გვასწავლებენ ყოველთვის ჩვენ, რომ მამამ უნდა ასწავლოს შვილს ხელობა. ხელობა არის ის, რაც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ოჯახი არჩევა. შეიძლება დაიხუროს ბანკები, შეიძლება დაიხუროს სოფლიო კრიზისი, მაგრამ შეუნდა ქონდეს ხელებით რაღაცის გაკეთების საშუალება. რომ შენ შემოსავალი ქონდეს. ერთი ეს ანეკდოტია. ბიზნეს ინსტიტუტი დაამთავრა იმან, რა ქვია, შვილმა. ძალიან დიდ კომპანიაში მუშაობს, მილიონებს უკეთდა მილიონი, მამამის სტევნება. შვილა როდის დაამთავრებ ახლა იმას, დროის კარგოს ხელობა როდის გასწავლე. როდის გასწავლე, ებრაელისათვის ეს არის. ებრაელისათვის არის სამუშაო ადამიანი, ვისაც ხელობა აქვს და ხელობით შეიძლება არჩევა. რაც შეეხება მისიონერებს იესო ქრისტეც ეუბნება ამას, რომ თქვენ არაფერი არ წაიღოთ. რატო არ წაიღოთ? თუ ამ კუთხით მივუძიებთ. ზაშა. ეს იმიტომ ეუბნება იესო ქრისტე ამას, რომ
შრომელი ღირსია თავის აზღაურისა რა საკეთებ? პავლე როდესაც აკეთებდა და მუშაობდა ეკლესიებს აარსებდა მას როდა ჭამაც პირველ ხანებში მას რავინ არ ეთმოდა სანამ ადამიანებს გაიხსნება ეს თემა შესაძირის და მიეთედიზადების ეს ხო ყველას არ კონდა გახსნა ამისათვის მას უწევდა ჯერ მუშაობა და სხვა ეკლესიები ეხმარებოდა მას ამ საქმეში იმის გამო რომ პავლეს ეს გაკეთებდა მაგრამ პავლე არ იყო ფუცესი პავლე იყო მახარებელი პავლეს საქმე არ იყო ეკლესიები ეს ეკლესიაში წარებდნენ სწავლები თუმცა ამასაც აკეთებდა აგა საკეთებდა კი თუმცა აკეთებდა რაბინი მასწავლებელი მაგრამ უშუალოდ პავლე ამ მასწავლებლობით ის აკეთებდა ახალ დაარსებულ ეკლესიებში იერუსალიმში და პავლე არ ასწავლებდა ამიტომ პავლე ზედა წარმართული ქვეყნებში იყო იერუსალიმში ასწავლიდა პეტრე და იაკობი ანუ რატომ გეუბნები პავლე იმასაც ახსენებს რომ ჩვენი ხელებით ვშრომობთ მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ რომ თქვენ მარყუჟი მოგდოთ ანუ მე მაგალითს გაჩვენე ხო იმიტომ რომ უკვე რა მომენტია არის ესეთი მომენტი მაგალითად შენ ხედავ რომ შენი საკრებულო ეკლესია და პრაქტიკულ მაგალითს გიგებ საკრებულო ეკლესია რასაც შენ კრიბავ არის ღარიბი ხალხი იქიდან წავს 50 კაცი და აქედან 59 უმნიშვნელოვანია ის როგორ გაჭირა შენ მათ შენ უნდა აჭირა ხო ამდენ მათ შეხოვრე დააწვევი კისერზე მათ ხო შენ ვერ იმდაგები მათ იმას ამიტომ არის ეს ასე რომ ეს უნდა ქონდეს ხეობა რომ შენ ეს ყველაფერი გააკეთო და იმას მე გეუბნები იდეალურია როცა ათავსებს სამსახურს და მსახურებას იდეალურია მაგრამ როცა ხავში დიდი ეკლესია როცა შეხავსება ასე მეტი ადამიანი იმას უკვე სხვა მოთხოვნა და სხვა დონეში ამას არ უკვირდებიან ეს ხალხი აი ეს ვისაც ამბობს ის თეოფილე მალაქიას მოწაფეა იმას არ უკვირდება ეგ ადამიანი ამიტომ მე ამას გონია ეს რომ ეს ადვილია ეს ასე არა და მოყავს ახალი აქიდან მაგრამ თუ ახალ აქში არა მეთოდი როგორ არის თვითონ იესოს სიტყვებია ამასაც უნდა აკეთებდეთ და იმასაც იმადები თუ ჩვენთვის იესო მაგრამ მაგდო ჯერ კიდევ ისევ ტაძარია ძველი ახმა ასაგებია მაგრამ ამისმე იესო ქრისტე როდესაც ეუბნება მათეს 23 თავი ნახე აი მათეს 23 თავი ძალიან ბევრი ქრისტიანი სამწუხაროდ ამ ადგილს არ უკვირდება იმ გაგებით რომ უღური და მესამე თავის პირველი მეორე მოხდა. მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოსაყრელს უხდა მოსეს თავზე დავსე ციგნობრანი და ფარისეები. ამიტომ ყველაფერი რასაც გეტყვიან შეასრულეთ და დაიცავთ. ოღონ მათი საქმეები მოუკვდა გერა ისინი ამბობენ და არასრულებენ. იესო ქრისტე ამ სიტყვას ამბობს 7 დღით ადრე სანამ ჯვარზე გაეკვირა. მაგრამ ეს ეუბნება თავის მოწაფეებს, რასაც გეტყვიან, რომ შეასრულებენ. თავზე რა უნდა შეასრულებენ? ახსოვს ჩვენ ვიდეო ჩავწერეთ სიამოვნებაში. კი. აი ეს მომენტია ზუსტად ეს. და პლუს ამას მე ყველაზე დიდი არგუმენტი მიმაჩნია ის, რომ თუ აბრაამმა, რომელსაც არავინ არ ავალდებულებდა, მიაჩნდეს გადახდას, იმიტომ რომ თუ ავიღებ რომ ჩვენ არ იყო დაწერილი ასე ჯული, მაგრამ ის თავის ნეგოციაციით ამას აკეთებს და იესო ჩვენ ყავს მდემთავარი როგორი წესით მეკისებების წესით მაშინ ჩვენს მაგას ვაკეთებთ ეს არის ეს თქვენზე ყველა შეგვიძლია ვის რა გვიშევა შესაძლოა სხვა რამე მიათედი სხვა რამე მიათედი ეს არის ის ფული რომელიც მიდის უშუალოდ მსახურებას მსახურე რომელიც ჩვენ გემსახურება შესაძლოა მიდის თლიან ეკლესიის მოწყობაზე საკრებულოს იმას აქვია მოთხოვნილებებზე ის შეიძლება ოჯახის ვიღაცა წევრი იყოს ავად იყოს შეიძლება შეერი იყოს შეიძლება რაღაცა უნდა შეიძლება მაგრამ ეს მიათედი ეს არის ის ფული რომელიც ეკუთვნის მხოლოდ იმ ადამიანს ვინც გემსახურება შეიძლება ეს ასე